სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. რატომ უნდა ვილოცოთ წმინდანებისთვის თუ ქრისტე არსებობს? მეგობრებო, რადგან ეს ღმერთისთვის, ასე ვთქვათ, სასიხარულო და სათნო საქმეა. ეკლესიის ისტორიაში წმინდათა დახმარების უამრავი მაგალითია მოპოვებული. ეს რომ ღმერთისთვის არ ყოფილიყო სათნო, ის მათ ასეთ მსახურებას არ მისცემდა. ანალოგიურად ღმერთმა შექმნა ანგელოზები, რომელთაგან თითოეულს ღმერთმა კონკრეტული მსახურება დაავალა. ეხლა გულუბრილო იქნებოდა ალბათ გვეფიქრა, რომ ესე იგი უფალი მათ გარეშე ვერ გაძლებდა. ასევე ნახეთ ქრისტე ლუკას სახარებაში ჩვენ ხედავთ, რომ ქრისტე არამხოლოდ მიიღო, არამედ ესე იგი მისცა ბაძადაც მისცა ასის თავს, რომელიც ესე იგი პირდაპირ და პირადად არ მიდის, ხო, არამედ თხოვს შუამავალებს და შუამდგომლობას, ხო? შუამდგომლობას მივიდნენ უფალთან. შუამავლები არიან იუდეველები, ხო, უხუცესები და მეგობრები. გააგზავნა ეს ლუკას სახარება 7:1-10. ანუ თუ ცოცხლებს შეგვიძლია და შეუძლიათ ერთმანეთისთვის, თქვათ, თხოვნა, ხო, ლოცვითი, ხო, მაშინ რა გვიშლის ხელს, რომ ლოცვაში შემოგვიერთდნენ მართალნი, რომელთა სიწმინდესაც ეკლესია ადასტურებს. ნუ თუ სხეულის დაკარგვა ავტომატურად იწვევს ადამიანის სიყვარულისა და თანაგრძნობის დაკარგვას? ეკლესია ოჯახია, თუ ოჯახის უფროსთან, მამასთან გვაქვს ურთიერთობა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი, თქვათ, ბიძაშვილები უნდა უგულებელყოთ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ წმინდანებისადმი ლოცვა ღვთისადმი ლოცვის ერთ-ერთი ფორმაა. წმინდა პაისი ათონელის თქმით, ჩვენი ლოცვები ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანებისადმი საბოლოო ჯამში ქრისტესადმი მიმართულია. მეგობრებო, ქრისტეს ეკლესია ზეციური და მიწიერი ეკლესიების კავშირია. ზეციური და მიწიერი ეკლესიები ერთი სხეულია, რომლის თავიც უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. მეგობრებო, მინდა გთხოვოთ აქვე, რომ გამოიწეროთ არხი და გააზიაროთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში და ასევე მოიწონოთ ვიდეო. თუ რა თქმა უნდა მოგეწონათ. დიდი მადლობა წინასწარ ღმერთმა გაგახაროთ და დაგვოცოთ. ხო, ესე იგი ნახეთ მეგობრებო, ხო და ანუ ჩვენ ყველანი მათ შორის წმინდანებიც, ანუ ერთი სხეულის წევრები ვართ. მაგრამ განა ერთი სხეულის წევრები ერთმანეთზე არ ზრუნავენ, მით უმეტეს, რომ თავად ეკლესიის თავი სიყვარულს უმაღლეს მცნებად აქცევს. ეკლესიაში გადარჩენილები იღებენ ქრისტეს ძალას და ესე იგი სიცოცხლეს. სიწმინდის სინონიმია, ხო, განღრთობა. წმინდანები გვეხმარებიან არა საკუთარი ძალისხმევით, არამედ ღვთის ძალით, ხო, მადლით. მოციქული პავლე ამბობს, რომ მე კი არ ცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. გალატელთა მიმართ 2:20. ზოგჯერ ადამიანები ესე იგი ამბობენ, რომ მე ჩემი სიტყვებით ვლოცულობ, სხვა ლოცვები არ მჭირდება. ანუ ეს გავს იმას, რომ ესე იგი ვიღაცამ თქვას, რომ რატომ უნდა წავიკითხოთ პოეზია, ვიღაცამ ხო დაწერა, ხო, ვიღაცამ. ანუ მათ ეს დაწერეს იმ მდგომარეობის საფუძველზე, რომელსაც განიცდიდნენ. როგორც ერთმა თანამედროვე პოეტმა თქვა, ხო, სამწუხაროდ ჩვენ
არ შეგვიძლია დავწეროთ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ სულშია. ჩემო მეგობრებო და იმ, ესე იგი ამაღლებული გზნობების მეშვეობით, რომლებიც ვინმე პოეზიაში გამოხატა, ადამიანი შედის ამ პოეტურად ამაღლებულ მდგომარეობაში. იგივეა ლოცვებთან დაკავშირებით. წმინდანები, რომლებაც ესე იგი ისინი შექმნეს, ხო? და აი ჩვენთან ერთად ლოცულობენ და ამგვარად რამდენადაც შეგვიძლია თითოეული საკუთარი ძალების მიხედვით, ხო, შევდივართ ამ ლოცვით მდგომარეობაში. ძველი აღთმის დროს, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის პატივსაცემა ტაძრები არ აღემართებოდა და ადამიანის ხსოვნას არ აღნიშნავდნენ. რატომ? რადგან ადამიანური ბუნება კვლავ წევლის ქვეშ იყო და სიკვდილი, ესე იგი, იყო განაჩენი, ანუ სასჯელი. ანუ სიკვდილის განაჩენი იყო და ეს იყო სასჯელი, ხო, ეს იყო ეს ვიცით ჩვენ, ხო. და ამიტომაც გლოვობდნენ მას. გარდაცვლილი სხეული უწმინდურად ითვლებოდა. ისევე როგორც ყველა, ხო, ვინც მას შეეხებოდა. ან შეეხო. ხო და ეხლა უკვე მეგობრებო, რადგან ღვთაებრიობა, ღმერთი როგორც ერთგვარი სიცოცხლის მომცემი და მაცხოვრებელი წამალი, ესე თქვა, ჩვენს ბუნებას შეუერთდა, ჩვენი ბუნება განდიდდა და უხსნელად გარდაიქმნება. ამიტომ წმინდანთა სიკვდილი, გარდაცვალება აღინიშნება და მათთვის ტაძრები აღემართება და ხატები წერება, ხო? ეხლა მართალ ადამიანებს არა მხოლოდ ლოცვაში მოუხმობენ, ხო, არამედ მორწმუნეები მათ ღირსეულად პატივს მიაგებენ და განადიდებენ. ეკლესიაში წმინდანთა თაყვანისცემა გამოიხატება მათი გმირობებისა და საქმეების პატივისცემის, ესე იგი, ნიშნე და მოგონებაში, ხო? მათი მიბაძვის მიზნით, ხო, უკაცრავად მათი მიბაძვის მიზნით მათ პატივსაცემა დღესასწაულებზე, მათ სახელზე ეკლესიების მნიშვნელობაში და ასე შემდეგ. ხო, ეს თაყვანისცემა წმინდანებისადმი, როგორც ღვთის ერთგული მსახურებისა და მეგობრებისადმია, ხო, ღვთის მადლით გაწმენდილთადმი და ჩვენი პატივისცემის გამოხატულება. ამიტომ აქ ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ თავადწმინდანების განდიდებას, როგორც მათ, ვინც ყველაზე სრულიად ასახავს ღვთის ხატებას, არამედ თავად ღმერთის განდიდებასაც. აი წმინდა წერილში წმინდათა თაყვანისცემის პირდაპირი მცნება, მეგობრებო, არ არსებობს. მაგრამ ასეთი თაყვანისცემა სრულიად, ესე იგი, შესაბამება ჩვენი რელიგიის სულისკვეთებას, ხო? წმინდანები ღმერთთან ახლოს არიან, ხო? წმინდანები ღმერთთან ახლოს მყოფი ადამიანები არიან, ხო? ისინი ღვთის მეგობრები არიან, ხო? ეს არის ჩვენ კითხულობთ ასევე ფსალმუნი 139-ში. ანუ ქრისტეს მეგობრები, იოანე 15:14, ქრისტეს თანამემკვიდრეები, რომელთა 8:17, მისთვის ახლობლები და ძვირფასები, მარკოზის 3:35, ღვთის წინაშე ჩვენთვის შუამავლები და შუამავლები, ხო, ასე იგი, რომლის გულისთვისაც ღმერთმა მთელი, ესე იგი, უკანონო ქალაქები დაინდო, დაბადება 18:23, ხო? და მართალი ნოესა და მისი ოჯახის გულისთვის შეინარჩუნა კაცობრიობის არსებობა, ხო? ეს ხო შუამავალი არის, ხო, შუამდგომლები არიან, ხო? მეგობრებო, წმინდა წერილის არაერთი, ესე ვთქვათ, არაერთი მონაკვეთი საუბრობს სიკვდილის, ხო, გარდაცვალების შემდეგ მართალთა თაყვანისცემაზე. მართალი სამუდამოდ იქნება მოხსენიებული, ხო, ფსალმონი 110. მართალთა ხსოვნა კურთხეულია იქნება, ეს არის იგავნი 10:7.
სახარება მიუთითებს ებრაულ ჩვეულებაზე, რომელიც წინასწარმეტყველთა სამარხეებსა აგებასა და მართლათა ძეგლების მართვას ეხებოდა, ხო, მათეოს 23. ახალ აღთმაში წმინდათა თაყვანისცემის იდეა კიდევ უფრო ნათლად არის გადმოცემული. მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს: თქვენ ხართ ჩემი მეგობრები. ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიღებს, მას იღებს, ვინც მე გაუმაგზავნა, ხო? ესე იგი მართალთა გაუმგზავნა. ესე იგი ვინც ნახეთ მეგობრებო, მართალთა თაყვანისცემის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მათ თქვა და ვინც წინასწარმეტყველს წინასწარმეტყველის სახელით მიიღებს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს და ვინც მართალს მართლის სახელით მიიღებს, მართალის საზღაურს მიიღებს. მათე 10:41. თავად ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა იწინასწარმეტყველა კაცობრიობის მიერ მისი განდიდების შესახებ. ამის შემდეგ ყველა თაობა ნეტარს, ესე იგი, მიწოდებს. მოციქული პავლე ამბობს: დიდება, პატივი და მშვიდობა ყველას, ვინც კეთილს აკეთებს, ხო, რომაელთა 2:10. მას ასევე სხვა აზრებიც აქვს მართალთა თაყვანისცემასთან დაკავშირებით. ეკლესიაში წმინდათა თაყვანისცემა მისი არსებობის პირველივე დღეებიდანვე ჩვეულებად იქცა, მეგობრებო. ამის დასტურია წმინდა იგნატიოს ღვთისმშობლის, ესე იგი, წმინდა პოლიკარპე სპირნელის ტანჯვის შესახებ ცნობები, სამოციქულო დადგენილებები და ასე შემდეგ. განგრის კრების მეოცე წესიფიც აკისრებს მათ, ვინც უარყოფს წმინდანთა ხსოვნას აღნიშნავს, ხოლო წმინდანთა ხსოვნას აღნიშნავს, მაგრამ ხოლო მეშვიდე მსოფლიო კრების მამები ამის შესახებ შემდეგნაირად საუბრობენ: სიყვარულით მივიღეთ როგორც უფლის, ასევე სამოციქულო და წინასწარმეტყველური გამონათქვამები, რომლითაც გვასწავლია, რომ პატივი მივაგოთ და გავადიდოთ პირველ რიგში ჭეშმარიტი ღვთისმშობელი, რომელიც ყველა ზეციურ ძალაზე მაღლა დგას. ასევე წმინდა ანგელოზური ძალები, ნეტარი და ყოვლად დიდებული მოციქულები და წინასწარმეტყველები, ქრისტესთვის მებრძოლი, დიდებული და გამარჯვებული მოწამეები, წმინდა და ღვთისმშობელი მასწავლებლები, ხო? ანუ და ყველა პატივცემული ადამიანი, და ასევე ვითხოვოთ მათი შუამდგომლობა, რადგან მათ შეუძლიათ ღმერთთან დაგვაახლოვოთ. ღმერთმა დაგვოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ.